ვინ მიიღებს საჩუქარს. ერთ პატარა მთებითა და გორებით გარშემორტყმულ ქალაქში დედასთან, მამასთან და უმცროს დასთან ერთად პატარა ბიჭი, სახელად ზუკა ცხოვრობდა. ზუკა ჭკვიანი და მხიარული ბავშვი იყო, მაგრამ იმ წელს რაღაც უჩვეულო დაემართა. სკოლას გულს ვეღარ უდებდა. ძველებურად კარგად აღარ სწავლობდა. მეგობრებთანაც უმატა კამაც და სახლშიც ხშირად იყო ურჩობისა და ბუზღუნის ხასიათზე. დედა და მამა ცდილობდნენ გაეგოთ ბიჭისთვის და სიყვარულით და ზრუნვით ექცეოდნენ, მაგრამ მის შეცვლილ ხასიათს ვერაფერს უხერხებდნენ. ერთადერთი, ვისაც ზუკა არ ეუხეშებოდა, მისი და ბარბარე იყო, მაგრამ გოგონა მაინც განიცდიდა ზუკას ცვლილებას და ხშირად ახსენებდა ხოლმე. ზუკა, ხომ იცი რომ თოვლის ბაბუა ყველაფერს ხედავს, წელს რომ უსაჩუქროდ დარჩე, მერე რა სიზამ? არა უშავს. ფიქრობდა ზუკა. თოვლის ბაბუა მაინც მომიტანს საჩუქარს. ის ხომ არც ერთ ბავშვს არ ტოვებს უსაჩუქროდ. საერთოდ არ ვიქცევი ცუდად. უბრალოდ პატარა აღარ ვარ. გულის სიღმეში ხომ კეთილი ვარ. ნუ დარდო, ბარბარე, არ დამტოვებს უსაჩუქროდ. აი ნახავ. ახალი წელი ახლოვდებოდა. ჰაერში დაძაბულობა და მოლოდინი იგრძნობოდა. ყველას უნდოდა დღეების სწრაფად გასულიყო, რომ ახალი წლის დღესასწაული მალე დამდგარიყო. და თან ისიც უნდოდათ იგივე დღეები ცოტა გაჭიანურებულიყო, რომ დღესასწაულისთვის კარგად მომზადება მოესწროთ. ზუკამაც მისწერა წერილი თოვლის ბაბუას, თუმცა სრულიად საიდუმლოდ. პირველად იყო, რომ ბარბარისაც კი არ გაუმხილა, რა საჩუქარს ელოდა იმ წელს. დადგა ახალი წლის ღამე. ბარბარე საჩუქრებით ხელში გახარებული დარბოდა ოთახიდან ოთახში. ზუკა კი გაოცებული იდგა ნაძვის ხესთან. როგორ? ჩაილაპარაკა თავისთვის. საერთოდ არაფერი მომიტანა? იქნებ იმის ბრალია, რომ მეტის მეტად ძვირიანი საჩუქარი ჩავწერე თოვლის ბაბუასთვის მიწერილ წერილში. თუ იმიტომ გამომტოვა, რომ მართლა არ ვიქცეოდი კარგად? იმ ღამით, როცა ყველამ დაიძინა, ზუკამ დაორთქლილ ფანჯრის მინაზე თითით დაწერა. ძვირფასო თოვლის ბაბუა. როგორ გამოვასწორო ჩემი საქციელი? დილით ფანჯარაზე ყინვისგან მოხატული სიტყვები დახვდა. შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება. ამისთვის გულში უნდა ჩაიხედო და იპოვო მიმალული სიკეთე, რომელსაც სხვებსაც გაუზიარებ. სხვებს? ჩაფიქრდა ზუკა. ბებო, გაახსენდა უცებ. ის ხომ მარტო ცხოვრობს ქალაქის განაპირას და ამ ამინჩი მისი ეზო სულ თოვლით იქნება დაფარული. ალბათ როგორ უჭირს პროდუქტებზე წასვლა, იქნებ შია კიდეც. ფიქრები ბარბარის გაანდო და დაძმა დილითვე წავიდა ბებოსთან. ჩაეხუტნენ მერე ეზო თოვლისგან გაუწმინდეს. პატარა სახლის სახურავის კიდეებიდან ყინულის ლოლოები ჩამოყარეს. ეზოს ბოლოდან შეშა შემოზიდეს და ბუხართან ლამაზად დაუწყვეს. იმ ღამით, როცა სახლში დაღლილები დაბრუნდნენ და დასაძინებლად დაწვნენ, ბარბარემ ჩუმად უთხრა ძმას. იქნებ ახლა თოვლის ბაბუამ დაინახოს, რომ შეიცვალე. ჯერ ხომ კიდევ ახალი წლის დღეებია. ზუკას გაეცინა. კარგი გოგო ხარ, რომ წამომყევი. მარტო მე ამდენს ვერ შევძლებდი. სინამდვილეში, ზუკასაც ჰქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა თოვლის ბაბუას გახსენებოდა. საახალწლო განწყობა ხომ ჰაერში ტრიალებდა, მაგრამ დილა გათენდა და ნაძვის ხესთან ისევ არაფერი იყო. ალბათ, მხოლოდ ერთი კარგი საქციელი საკმარისი არაა მთელი წლის შეცდომების გამოსასწორებლად. დანაღვლიანდა ბიჭი. ვერ უშველის მთელი წლის არეულ ამბებს, მაგრამ ბებოს რომ დავეხმარეთ ძალიან მიხარია. ისე, თითქოს საჩუქარი მიმეყოს. იმ ღამით შუაღამე მოახლოებული იყო, როცა საშინელი ქარბუქი ამოვარდა. ფანჯრის მინებს რიალი გაუდიოდა. თოვლი ჰაერში ისე ტრიალებდა, თითქოს მიწიდან ისევ ცაში ასვლას ლამობდა. ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა. მშობლები ბავშვების ოთახში შევიდნენ. სანთელი შეუტანეს, რომ არ შეშინებოდათ. ნეტო ბებო როგორ არის? იკითხა ზუკამ. მარტო რომ არის არ შეეშინდება უშუქოთ ასეთ ამინჩი. მეც ძალიან ვდარდობ, უთხრა დედამ. მაგრამ ამ ქარბუქში იქამდე მისვლა შეუძლებელია. ოჩაღია თქვენი ბებო, ეხლა დაიძინეთ და ხვალდილით ირიჟრაჟებს თუ არა, მაშინვე წავიდეთ. თან როგორც მითხრა, შეშა ბლომად ჰქონია მომარაგებული. დაამატა მამამ. მშობლებმა ბავშვებს ტკბილი ძილი უსურვეს და კარი გაიხურეს. ზუკა ვერ ისვენებდა. თვალწინ ედგა ბებო, რომელიც დასახლების განაპირას მთის კიდეზე ცხოვრობდა და მარტო იყო ზამთრის იმ ამინჩი. შეშა და საკვები ჰქონდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა შეშინებოდა. იცი რა, ბარბარე, მოდი მე წავალ ბებოსთან. შენ დილით დედას და მამას უთხარი სადაც ვარ.
უთხრა უცებ ზუკამ დას. არა, მარტოს არ გაგიშო. მეც მოვდივარ. მტკიცედ თქვა გოგონამ და საწოლიდან ისკუპა. ზუკამ იცოდა დას აზრს ვერ გადაათქმევინებდა. თანაც ღამეში მარტო სიარულის გულის სიღრმეში თვითონაც ეშინოდა. კარგი, მაშინ მოდი წერილი დავტოვოთ და ისე წავიდეთ. ასეც მოიქცნენ. წერილი საწოლზე დადეს და თვითონ თბილად შეიფუთნენ. ზუკამ სანთელს სული შეუბერა და ჯიბეში ჩაიდო. სწორია, შეიძლება ბებოს სანთელი არც აქვს, მაგრამ ჩვენ როგორ გავიგნებთ გზას ამ სიბნელეში? ნუ დარდობ, ჩემი სუპერფარანი წავიღოთ. შარშანო მაჩუკა თოვლის ბაბუამ. ბავშვები ჩუმად ჩაიპარნენ კიბეზე და ცივი ქარის ზუზუნში დაადგნენ მთებისაკენ მიმავალ გზას. ქარბუქს ხეები წაექცია და ისევ ძლიერად ბობოქრობდა. ერთგან პატარა გოგო თოლშიც კი ჩაეფლო, მაგრამ ზუკამ ხელი სტაცა. ამოიყვანა და რაც შეეძლოთ ფრთხილად განაგრძეს გზა. ბებოს სახლს რომ მიუახლოვდნენ, გული მოეცათ და მხიარული ყიჟინა ატეხეს. ბებოს არ ეძინა. სასწრაფოდ გამოიხედა გარეთ და რომ დაინახა შვილიშვილები მარტო მოსულიყვნენ, შეშფოთებულმა იკითხა. ამ სიბნელეში და ქარბუქში აქ რა მოგიყვანათ, ბავშვებო? მშვიდობაა ქალაქში? დედა და მამა სად არიან? დააყარა კითხვები შეშინებულმა. მოგეშინია, ბებო, ყველანი კარგად ვართ. შენზე ვინერვიულეთ და წამოვედით, რომ არ შეგშინებოდა მარტოს. დაამშვიდა ზუკამ ბებო და თან შეეცადა დინჯი და ჭკვიანი გამოჩენილიყო. პატარები ხომ აღარ ვართ და ყურადღება ხომ უნდა მოგაქციოთ. ბებომ სასწრაფოდ შეიყვანა შემცინული ბავშვები თბილ ოთახში, სადაც ბუხარი გიზგიზებდა და სითბოსთან ერთად შუქსაც ფენდა ოთახს. აი, თქვენ რომ შეშა მომიტანეთ, როგორ გამომადგა? თქვა ბებომ და თან ბავშვებს ტანსაცმლიდან თოვლი ჩამოუფერთხა. ერთი ეგარის სანთელი არ მქონია მომარაგებული და სიბნელეში მოგვიწევს ყოფნა, ბუხრის იმედად. არ მოგვიწევს. გაუხარდა ზუკას. ჩვენ წარმოვიღეთ სანთელი სახლიდან და ამ ფარანცაც შენ დაგიტოვებთ. მაგ სუპერფარანს ხომ მთელი წელი ნატრობდი და თოვლის ბაბუ მოგიტანა საჩუქრად. გაეღიმა ბებოს. არა უშავს. მე ქალაქში თითქმის არასდროს მჭირდება. ბებომ ბავშვები ბუხართან ახლოს დასხა. სანთლის შუქზე ცხელი ჩაი დაუსხა და ტკბილეული გამოუტანა. ბოლოს ძილის წინ კარგად შემოუკეცა საბანი ორივეს და ტკბილი სიზმრები უსურვა. იმ ღამით სიზმარი ნახა ზუკა. თოვლის ბაბუ ესიზმრა. თითქოს ქარბუქიდან თვალი ჩაუკრა. ოხი დაბალი ხმით ჩაიხითხითა და თეთრი მოსასხამი ისე აიქნია, რომ იმ წამშივე ისევ ქარბუქ შეერია. მეორე დილით ზუკა ბარბარეს ჩურჩულმა და სუბუქმა მუჯლუგუნებმა გამოაღვიძა. ზუკა, ნახე! იძახდა გახარებული ბარბარე. თოვლის ბაბუას რაღაც მოუტანია შენთვის, ხომ ვამბობდი ჯერ ისევ ახალი წელია მეთქი. ბიჭმა სასწრაფოდ გახსნა ყუთი და შიგნით მართლაც საჩუქრები აღმოჩნდა. ვერცხლისფერ, რიალა ლითონისგან აწყობილ რობოტთან ერთად ყუთში ახალი ფარანი ძიდო. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ თოვლის ბაბუს შემორიგება და ხიარული შეძახილებით გამოცვიდნენ ბუხრის ოთახში. იქ კი მართალია კოპებს შეკრული, მაგრამ მაინც სიამაყით და სიყვარულით სახე განათებული დედა და მამა დახვდათ. ბებო ფუსფუსებდა, ვანილის ფუნთუშებს აცხობდა და შეთქმულივით გახედავდა ხოლმე ფანჯრის მინაზე ჩამდგარი ქარბუქის შემდეგ შემორჩენილ ფაფუკ თოვლს.